Tralalelo, tralalelo, tralala. La 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 la. მეორე დღეა შუქი. წყალი. არ გვაქვს. არ გვაქვს წყალი მეორე დღეა. არ გვაქვს. სიმწყლის გამყერით. წყალი და წაბლი თუ იქნება. Tralalelo, 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 la la la. Nits ყოველთვის ჩემში ახშობდნენ. ბავშვობიდან ლია, მერე უკვე იკა, ცეკვისაც და სიმღერისაც. რაც ქეთი გამოჩნდა, მოვიშორეს უყველა. ვერავინ ვეღარ ჩაახშობს. ეხლა მესახშიც ვეღარ ვიმღერო. ვენაცვალე მაგას. Tralalala. შენ მარტო ვანაში უნდა იმღერო. ვანაშიო. ეგეთი ხმითო. რა. ძალიან კაია ზაბრი. ოქონდა. ნახე რამდენი გქონდა ძე. მე არ მიყიდია დავაბარე იმ დღეს და მოიწანეს არ ვიცი. არა, აქციაში იყო, მაგრამ რამდენად იყო არ ვიცი. 2 და 80 არა მგონი არ ყოფილა. ყველაფერი დასარეცხა. ხალხო წყალი არ არის, აღამოწ 6 საათამდე არ იქნება. კატასტროფა. თან მე არ ვიცოდი, რომ წყალი არ იქნებოდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომზადებულები არ ვიყავთ. ჩვენ კი სულ გვაქვს რაღაც აღებული წყლები. სულ გვაქვს, მაგრამ ეხა ეგ რაღაცა ხო იწურება რა, ამდენი როცა ხარ სახში, იქ ტუალეტში გინდა წყლის ჩასხმა, იქ რაღაცა საჭმელი, ხელის დაბანა, რა ვიცი, 1000 რაღაცა, ვერაფერ ვერ მოვამზადე. რა თქმა უნდა, ანუ როგორ ვერ მოვამზადე, კვერცხი და ეგეთები ვჭამეთ, მაგრამ მაგაზე ხო ისურება ეს ჟურჯელი. არ ისურება? ყველაფერი გასარეცხია დღეს. მე ბავშვები ხარ უსთავში სწავლენ. ხო, დღეს და ესე აქ რაღაცა მაქვს. Tralalelo, tralala. Uime. Aga დროის მალინა. რა თუნდა და ოცნება იქ არ იყო ისა. გახას ვეუბნებოდი ხო და ასვათა შორის ხო მაგას შეგვიდებიო რა რამდენი რაღაცა ის სჭირდებოდა ისეთი განსაკუთრებული. ძალიან ბევრი რაღაცა ჭირდება. მაგას ხო ქართულში. ჯერ ერთი სიმაღლე უნდა ქონდეს შესაფერისი, მე სიმაღლე ბევრს აქვს, მაგრამ ასევე გენიალურად უნდა ცეკვავდნენ, ყველაზე კარგად ჯგუფში უნდა. ახლა წინასწარ მაგას ვინ გეტყვის რა სისულელეა. უბრალოდ ადამიანს ცეკვა ეცოდინებოდა თავის რა სოლოს იცეკვებდა თავის գործიში, თავის დაბადების დღეზე, რა აუცილებელია მაინც იქ იყოს. შენ მაინც როგორ მინდოდა? ერთადერთი რაც ბავშვობაში მინდოდა ეგ იყო. ევა შენ მაინც თან უყვარს. ქართული არ ვიცი და ისე ვატარებ. ამას მე მუსიკაზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ნიჭი აქვს და კარგად იცეკვებს რადგანს მე. თან აი ძალიან ლამაზი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ქართულია თუ რომელი ხარ ჩვენთან მაშინ მარტო ქართულებს ასწავლენ. ცეკვა რო იცი მოძრაობების სხვანაირი აქვს, სიარული სხვანაირი გაქვს, ანუ უამრავ რაღაცაზე აისახება რა. მე როცა ფორმირდება სხეული,
მაშინ ცეკვავ და წარმოიდგინე ეხმარება რომ ლამაზი ფორმები ქონდეს. ეხმარება რომ ეს კარგად სულ ესე დადიოდნენ ეგენი. თვითონ ის ბიჭი სულ ესე დადიოდა მასწავლებელი ვინც იყო ესე. ანუ რამდენ რამეში პროსტა წარმოიდგინე, ძალიან მაგარი რაღაცა არის რა. პლუს დისციპლინა, პლუს ბედნიერების ჰორმონები ხო გამოიყოფა და რავი, მეტი რაღა გინდა. მეტი რაღა გინდა, თორემ მე მაგალითად არასოდეს არ მდომებია რომ პროფესიონალი მოცეკვავე ვიყო, რაღაცა სცენაზე ვიცეკვო, ისა არასოდეს. მაგაში არის ის რომ სპორტის ყველაზე საუკეთესო სახეობა. არა, საუკეთესო არ არის. საუკეთესო ისაა, რაც ადამიანს უყვარს. ეხლა დვალიშვილს ვერ ვეტყვი, რომ ცეკვა არის საუკეთესო თქო. ყველას თავისია საუკეთესო. მაგრამ ძალიან კარგია ცეკვა. მით უმეტეს გოგოსთვის, რავი. არა, ბიჭისთვისაც კაცო, მაგრამ ანუ ბიჭები იქ ფეხბურთზე დადიან ის და ანუ აი გოგოსთვის ცეკვა ძალიან კაი. ვარც დანაყარ არის უბრალოდ არაფერი. La 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 la. La 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 la. La 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 la. La 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 la. თუმცა ძალიან ჟოსტკი ისინი არის. ძალიან ბევრი გოგოსგან გამიგვია. ჩვეულებრივი ცეკვა არ ვიცი, მაგრამ ბალეტზე რომ ფსიქიკა შემირყიესო, იმიტომ რომ სულ იმას ეუბნებიან, რომ ღორი ხარ, ასკავ ხარ, სუქანი ხარ, ჩვეულებრივ გოგოებს. ძალიან გამხდარი უნდა იყოდეს დიეტა და რაღაცეები და ეს არის ყველიანი დაფა. Na 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 na. ვაიმე ბონი. ფო. ბონი. ვიტუნა, ტუნდულა. რა გინდა? რა გინდა? რა გინდა დე? აქ რა არის? ამას ბუენოები გაუთავდა, ხო. ბუენოები გათავდა. აი. It's okay. რიტ სპორტები გადამცა. Tralalelo, tralala. Tralalelo, tralalelo. Tralalelo, tralala. ეს გადარჩა გუშინდელი ერთი იმიდან. აი, რავი, ექსე უწერიათ, საიმედია რომ მოვა. ესე გოგოებო, ეხა ჩემმა ლელამ დამიწერა მაინც ინარჩუნებ განწყობას და მე ესეთი პატარა რაღაცებს ყოფიდან ვერ გამოვყავარ. ასე. ეხა არც ისეთი პატარა აღარ არის, მეორე დღეო წყალი არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვერ იტანენ ეგეთ რაღაცას. ხო. მე არ არის ნაირად. ყველაფერი თავდაყრია, ყველაფერი ჭუჭყიანია. და it's okay. არა, ეზოში რო წყდება, მერე სულად არის საქმე. შვიდი გრამი.
3 გრამით ხილი უკვე შევჭამე. თან ავწონე. გასასინჯად გამოღებული. Eva მიყვარს. I love you. My love. მე მეფსია ხალხო და მოფსმისა მეშინია უკვე. მოში მოიტანეს წყალი და მითხრეს აი ავტოსამრეც ხავდან მოიტანეს წყალი ღამე 12-ზე რო არ მოვიდა. ხავდა მითხრეს და ეხლა ამდენს გინდა მოფსი. ანუ გულწრფელი ჩასასხმელი რა. La 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 la. Na 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 ni ni no. Boni მიყვარს. ჩემი სულელი ბონი მიყვარს. ბონიჩკა. ნიჩკა. უიმე, ნახევარი გარეთ დავყარე. აი. სამეტი. 3 უკვე ვჭამე. ანუ სულ 16. აი, აღარ ჩაირთო მეტად, всё. ეს დამავიწოდა, ეხლა გადმოსული ის მინდა ხალხო? ასე ვეფები ხომ ბონის ნიჩკა, ბონიჩკა, ნახე გვიყურება. და ამას ვებუნები უკვე იცი ზაღმა, რომ ეგ საგიჟეთი თამაში იწყე და მორბის. Нитка, Монечка. მე კიდე უწყლობა მირჩევნია უშუქობას, იმიტომ რომ შუქი რო არ არის ინტერნეტი არის და ინტერნეტი რო არის, მე საერთოდ ვერ მუშაობ და აქენ გავდია ჩემთვის მთავარი არის შუქი, ინტერნეტი და შუქი, იმიტომ რომ ინტერნეტი რომ მქონდეს ანუ ტელეფონში მაგ ხოლმე ინტერნეტი, მაგრამ ხო დასტანი ხდება ეს ტელეფონები მერე. და შესაბამისად, ჩემს პირველია შუქი. და ზამთარში ძალიან სენსიტიურია ხოლმე გაზის წასვლა, იმიტომ რომ ერთჯერ ეგეც იყო, ანუ აი რომ იცი რომ ამ ხელა სახში ყინვა რო ჩამოვარდება, ბავშვი რო ყავს პატარა და რაღაცა და აი ვაიმე მეშინია ხოლმე რომ არ შესწივდეს და რაღაცა. თან ეხა დიდი ბოლოს და ბოლოს ერთ სიძღეს ნაწილში ჩაწვება და ეგრე გაატარებს რა. აი. Happy birthday to you. Happy birthday to you. Tra la 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 la. გილოცავთ ვისაც დღეს გაქვთ დაბადების დღე? აი ნუ ჩემ ფრჩხილებს შენიშნეთ ხალხო? კლანჭები რომ აღარ მაქვს შენიშნეთ? ნახეთ რა სილამაზეები გავიკეთე. კამერაში ის უფრო ლამაზი ჩანდა, მაგრამ ცხოვრებაში მე ეს უფრო მელამაზება. ეს მაღაზიას ვარ თითქოს. აი ეს ვაიმე რა კარგი აღმეირჩო. მაშინ ხო ვისწავლე თავიდან ამ კლავიატურაზე წერა. ვისწავლე აბსოლუტურად თავიდან მაშინ, იმიტომ რომ ესე იგი ჩვეულებრივად თითით როგორც წერ, მასე ვერ წერ, როცა გზელი ფრჩხილი გაქვს რა. ან სხვა ადგილას უნდა ავიწერო თითი, რომ სხვა ისას არ იკრიფოს რაც გინდა. ეხლა თავიდან ვსწავლებ კიდე, იმიტომ ის გზელი ფრჩხილი აღარ მაქვს და ახლა სხვა გამოვაჭერ ხოლმე.
ან როგორც გძელი ფრჩხილი მქონდა, ისე ვაჭერ და არ იკრიფება. ჯვარი მოიხსენი, იმიტომ რომ სულ ამაში იბურდება. არ გამოდის არც ამაზე გძელი, არც ამაზე მოკლე და ერთი სამჯერ გამიწყდა. მე იმასქენი ესე ანუ როგორ გითხრათ ეს შესაძლებელი სადაც აქვს ის გაიწია რა ხოდა ამას და ჩავსვი და დავხურე აღარ ეგ ძალიან ძნელია იმიტომ რომ ძალიან პაწაწინა რა იმის გზა ფრჩხილები вообще ნერვების წიწკნა იყო აუ ბონისაც უნდა მოიცა მოვტანოთ ცოტა ბონისას ეს სათხილი წყალია ეცით რა არ მიყვარს, რამდენჯერმე მქონდა ეგეთი ურთიერთობა მე. თქვენს ალბათ ყველას გექნებოდათ როგორც მეგობრობა. ანუ ადამიანი მოდიოდა ჩემთან. მე მეგობრებოდა, ოღონდ ყოველთვის მოდიოდა, როცა ქონდა რაღაც პრობლემა. ფიზიკურ მოსვლას არ ვიძახი, მოწერას გულისხმობ ამ შემთხვევაში. როცა ქონდა რაღაცა პრობლემა თვითონ. და მე ჩვენ განვიხილავდით. ჩემთან მოდიოდა რჩევისთვის, მე ვურჩევდი მთელი გულით, სულით, მე მქონდა გულთან. და მე ერთი-ორჯერ მეც რო გაუზიარე, ჩემი რაღაცა გულის ტკივილი. ანუ ისიც კი არა, რამე ერთია, პროსტა რომ მოესმინა. შევამჩნია, რომ ეს ადამიანები საერთოდ ვერც კი, ანუ ხო უწყებ ადამიანს ლაპარაკს და ამჩნევ, რომ რაღაცა მომენტის მერე ადამიანი აღარ გისმენს. და ინტერესინგ ჩართული ხდება იმ წუთშივე, როგორც კი მის ამბავზე გადადის საქმე. ქონიათ ეგეთი? ერთხელ მქონდა ადრე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რომ მოხდა. ბლანკი რო გარდაიცვალა. ამ ადამიანმა მე არ მომწერა. უბრალოდ მომწერა ძალიან ისე და ვაიმე და მე მოგწერო და გაქრა. არ მე ვუპასუხე და გაუზიარა ჩემი გულის ტკივილი ასულად ვიყავი რაღაცა გავაქრატები. ამდენთვის მე გამოჩნდა. რაღაცა გაუჭირა თვითონ და უნდა და ამ თემაზე საუბარი და მეორე ეხა მქონდა ცოტა ხნისი ადამიანი რომელსაც სულ უნდა ხოლმე გამიზიაროს რაღაცა რჩევები უთხრა რაღაცა და ეხა მე რო ვიყავი მქონდა ის ბიოპსია რაღაცა ანუ ადამიანს არც კი მოუკითხი ვარ ხალხო просто არც კი მოუკითხი ვარ ანუ პატიობ ხომ მაგეთ რაღაცებს, იმიტომ რომ ვთვლი რომ ალბათ იმ ადამიანებს არაფერი არ აქვს ჩვენს მოსაცემი. და მე რადგან შემიძლია, ამიტომ მივცემ, მაგრამ ამას მეგობრობა არ ერქმევა. ეს არ არის მეგობრობა. ეს ან სოფიამ ძალიან ტკბილია. და ამიტომ გავჭერ შუაზე. ძალიან. მეგაია. და ეხლა ეგრე, არ ვიცი, აბა დაწერეთ თქვენ თუ ქონიათ ეგრეთ შემთხვევები. ხან იქნებ პირიქით ყოფილხართ იმ ადამიანის როლში. მეორე ვინც თქვი. თუ ყოფილხართ დაწერე, რატო ხდება ეგრე. ხო, ალბათ იმიტომ რომ თვითონ არაფრის მოცემა არ შეუძლიათ.
ამიტომ მხოლოდ იღებენ. მაგრამ ეგ ვერ გაგრძელდება დიდხანს. არ არსებობს განწირული ურთიერთობა. არა და ეს ადამიანები ცუდი ადამიანები არ არიან. რავი. და ხო, ანუ არავის ბოროტს არ გაუკეთებენ რაღაცა. უცნაური მართლა არ არიან. просто ალბათ ეგ არის, რომ არაფერს მოცემა არ შეუძლიათ. ეხლა ეგ შეიძლება ყველამ თქვას. როცა არ უნდა. მაგრამ ერთი აი როცა ამბობ და მეორე როცა მართლა ეგრეა. ანუ ალბათ გაჩნია ადამიანს რამხელა ემპათიის უნარი აქვს. ვიღაცას სხვისი გაგება საერთოდ არ შეუძლია. და ვიღაცას კიდე შეუძლია ძალიან კარგად, მაქსიმალურად, მაგრამ შესაძლებელია. რომ გაიგო სიტუაცია, რომელშიც შენ არ ყოფილიყარ. ეგრეა. დღეს ალბათ ერთჯერად სუპს შევჭამ. აი რა უნდა გავაკეთო მითხარება. ვერცხლი შევწვა, პური მივატანო. და ერთჯერად სუპი. აი სხვა რა შეიძლება, რომ აი ესეთ ტოტალურ უწყლობაში ადამიანმა გააკეთოს. მიყვარხართ. გაგვიხეს გისურვებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი.